მოგესალმებით ყველას, მეგობრებო, არის დავბრუნდი მეც და ესე იგი დღეს ვთამაშობ The Killing Floor, Killing Floor იყო The Walking Dead No Man's Land-ი, ანუ არავითარი ადამიანი მიწაზე. ესე იგი, აგერ რიკია, რიკს ხედავთ, აგერ ნეგანს ხედავთ, უბრალოდ ფაქტი შეეთ მოიწერეთ წამი ხმას გავუთიშავ ამას თორე twins აიღებს ვიბრას დავაყენოთ ესეც ესე ერთი წამი აგერ ნეგანს ხედავთ ის კიდე ვიღაცებს და ესე იგი ეს თამაში მოგეწონათ ძალიან რა ვიცი ძალიან მოგეწონათ როგორც ჩანს იმიტომ რომ ავიდა უკვე ლაიქებზე ნუ დიძე არა მაგრამ ავიდა ჩემი არხისთვის შესაფერს ლაიქებზე მოდი აგერ ზომბები დავწყვიტოთ რომლებიც ჩვენთან მოდიან ახლოს ძალიან ბევრი თან იმდენი რომ რა ვიცი არც მითამაშია პრინციპში ეს თამაში მის მერე ესეც ესე ამ ზომბებთან კიდე რაღაცები აქვთ და გვიმატებენ ესეც ესე რა ვიცი ერთ ამით აქეთ გავიწიოთ მოკლედ ერთმა ადამიანმა დამიწერა რომ გააგზელეო და ერთი ადამიანის დაწერილიც ჩემთვის რაღაცა არის ასე რომ ვაგზელებ და რა ვიცი იმ ადამიანის გამო და ასევე იმისთვის ვინც დალაიქა და ვინც უყურა საერთოდ ამ თამაშს და ეს არის მეორე ნაწილი ესე იგი ჩვენი დერილი აგერ არის რომელიც ძალიან გავაძლიერეთ უკვე მეოთხე ლეველზე არის და ნეგანი და ვინსენტი აქ ეს სკოტი და რაღაცები არიან მოკლედ მოდი გავაძლიეროთ ნეგანი ტრეინის დავაჭიროთ აგერ და 18 მონეტა უნდა 9 საათი 9 საათი ხო ვერ მოვუწდი ამას და თუ რაიმე საჭირო იქნა საბრძოლოდ რაღაცა აუცილებლად უნდა ვიბრძოლო ესე იგი ვარ მერვე ლეველზე და აქეთ ვომით ერთი წამი რა 450 გოლდი არ დავხარჯე ხამაში ანუ ნეგანი მოვა და ალბათ რიკი მოვა კიდე რიკის გამო დავხარჯავდი რა თქმა უნდა მაგრამ სამწუხაროდ 450 მონეტა არის ძალიან ბევრი აი ძალიან ზედმეტად ბევრია 450 მონეტა ესე იგი 5 მათ რა ქვია ტელეფონად აქ კაი რაღაცები კაი ხალხი მოვიდო და ორიდან მაგრამ არ მინდა აგერ უფასოდ ერთი ნახოთ ვინ მოვა და იმედია ვინმე ნაცნობი მოვა დიდი იმედია და ვეიენი რა ეს ვინა არ ვიცი ასე რა ვარ ერთ წამი მოკლედ არ მინდა ეს კაცი არ ვიცი ვინ არის მართლა და აგერ დაგვერიცხა ჩვენი იარაღები ის შედეგად შემდეგ გავაძლიერებთ უკვე სხვადასხვა თოფებს იმედია არ ვიცი აგერ არის ჩვენი ისინი მართლა we got your back unlock heroes by making radio calls გახსენი ისინი რა ქვია გმირებიო რადიოს დარეკვითო ანუ ტელეფონით რომელსაც ეხლა ვიყენებ მე რა მოვა ვარენი ეს ვინ არის გაზერო რა ვიცი არ ვიცი არ მინდა ესე იგი გამოვიდეთ ეხლა აქედან და აგერ ზომბი მოსულა ერთ წამის რა არის ხო ზომბი მოსულა მოვყალით უკვე ერთი ზომბი აქეთ გამოვწიოთ ეხლა ხო მოკლედ ესე იგი წავიდეთ ახლა მისიებზე არა ერთ წამი ბილდებში შევიდეთ და რაღაც აშენება შეგვიძლია აგერ ავაშენოთ რატომაც არა ხო კაი აშენებენ და მოდი გავაძლიეროთ ახლა მთავარი ჰოლი არა ამას ძალიან ბევრი უნდა თურმე ქულა ფული უბრალოდ სამწუხაროდ ვერ გავაძლიერებთ მაგრამ გავაძლიეროთ საიქიმო და რაღაცა არა ამას ვერ გავაძლიერებთ უბრალოდ არ გავაძლიერებ იმიტომ რომ არ მინდა მაგრამ ამას გავაძლიერებ აგერ საჭმელი გვიხდება ბევრი არის შედეგად შემდეგ უფრო ბევრ რაღაცას ვიყიდით მოკლედ ახლა წავიდეთ მისიებზე missions დავაჭიროთ და რა მისიაზე ვითამაშოთ ახლა save age-ზე ვითამაშოთ თუ chapter-ზე არ გვინდა იმიტომ რომ რა ვიცი ვერ ვთამაშებ მაგას challenge-ზე ვითამაშოთ მოდი I'd say enter your player name მოდი დავაჭიროთ აგერ Joe Rider done და confirm Okay, are you sure your player name will be Joe Rider? დარწმუნებული ხარ რომ შენი სახელი იქნება Joe Rider-იო, რა ვიცი, გავთვალგმნი მაინც. კი, დარწმუნებული ვარ. ესე იგი გავიდეთ აქედან და დავიწყოთ პირველი თამაში, select team. ან მოვნიშნოთ გუნდი და წავიდა. ნახოთ ახლა რა იქნება და იმედია მოვიგებთ ამ მისიას. რა ვიცი, ჩემი აზრით, კაი ხალხი მყავს, აი დერილი მაგალითად ძალიან მაგარი ვიღაცა არის. ხომოსევლებ წრეებშიც და ისედაც ძალიან მაგარი არის ჩემი აზრით ამ მარმალეტს ერთმა მითხრა შემისწორა მაგრამ დამავიწყდა მოიცა მარმალეტი კაი დავიკიდე არა აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა დავიკიდე უფრო სწორედ აგერ ვისროლი სამი კაცი ზედიზედ ძალიან მაგარი არის ნეგანი გავუშვათ ეს ციხია მართლა ეს ვიცი ეს ადგილი
ანუ თუ კინოს ხართ ნაყურები ამ ციხეში იყვნენ საერთოდ ესენი და ასევე საჭმელიც წამოიღეს ამ ციხიდან, უბრალოდ დასახლდნენ ამ ციხეში, მაგრამ შემდეგ ცალთვალამ ყველაფერი ჩაუშალა და ტანკი შემოვარდა და დაუნგრია ყველაფერი, ასევე ზომბები შემოიყვანა კიდე და რა ვიცი, ბევრი რაღაც გაუფუჭა ამ ციხეში ჩვენს გადარჩენილ ხალხს. მოკლედ ნეგანიც ცუდად იქცეოდა ძალიან, ასე რომ ვერც ამას ვერ ვიტან ძირითადად ისე კარგად. მოდის წავიყვანოთ ვინსენტი აქეთ, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ რაღაც თოფი აქვს, კაია, ხო. ესე იგი, მოდი დერილს, უბრალოდ ხო დერილს ესენი გავახსნევიოთ ყუთები და რაღაცეები, რომელიც აგვეხმარება ჩვენ და ნეგანს გავალახიოთ ესენი. ციხიდან გამოვიდნენ ხალხი, ეს პოლიციელი რთული მოსაკლავი იქნება, რადგან მას ფარი აქვს და არ მგონია ესე ადვილად მოუკლათ ის. ნეგანი არ მოკლათ, ეხლა თორე გავგვიждები. ნეგანი რა ძლიერია. ერთი მოკლა, თან ისე რომ არც დაგვირწყია, რაც მაგარია, მოდი ამას მოკლავს ის და აგერ დაბლ კილი გავაკეთოთ კიდე. ესეც ესე. მოკლედ რა ვიცი, გინდათ ამ თამაშის გადაღება თუ არა, ამიტომ ავიდეს, რა ვიცი, ბევრს უნდა ამ თამაშის გადაღება, ხანდახან ისე ვლაპარაკობ, ეს გაიგებთ ალბათ, მაგრამ არა უშავს, მოდი ერთ წამს აქეთ ვისროდეს და დაბლ კილი გავაკეთოთ. მოდი ნეგანს ეს მოვაკლევიოთ და ვინსენტს აქ ვასროლიოთ. რა ვიცი, თუ ეს ვიდეო 5 ლაიქს იავა, შემდეგ ეპიზოდი გზაშია უკვე, ასე რომ რა ვიცი, ვფიქრობ, რომ მოგეწონათ ეს თამაში, ასე რომ თუ ეს ვიდეო რა თქმა უნდა რამდენი ლაიქს ვთქვი, ხო 5 ლაიქს თუ რა თქმა უნდა შემდეგ ეპიზოდიც გამოვა აუცილებლად და მოდი ეს შევიყვანოთ save ზონაში ამ დაცულ ადგილზე. აგერ მივიყვანოთ, შემდეგ დერილიც არა, უფრო სწორედ ეხლა ზომბების ჯერი არის. save ზონაში შემოვიდა ზომბი. ცუდია და გადავრჩით კონი და მისიაც შევასრულეთ წარმატებით. ოკეი, ვიქტორი, მოვიგეთ სამარსკლავზე. ყველაფერი perfect და რა ვიცი, ეხლა თუ DJ-ის ის ხმა არ ვიცი, იმედია დიდად არ შეიმჩნევ და in this boxes, ამ ყუთებში ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ silver chest-ები, უფრო სწორედ silver რაღაცები. საერთოდ ესე ვხსნის სულ და მიმართლებდა ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ხარ გამიმართლა და continue-ს დავაჭიროთ, არ გვინდა silver-ები და რაღაცეები. და loading იტვირთება ერთსაც ვიბრძოლებ და შემდეგ დავასრულებ უკვე ამით ვიდეოს ჩხარაჩი მედია დაიტვირთება. ესე იგი, როცა 6 მოვიგებ უკვე ამ მისიას გამეხსნება რაღაც ყუთი, რაც ძალიან მაგარი არის, ალბათ ხო, აგერ როგორც მასში არის Clash Royale-ში არის challenge-ები, თორსები ისი არის. როცა ერთს მოვიგებ, ეხლა ქვევით იქ ყუთი ჩანს. და როცა მოვიგებ თვალსები ერთს, შემდეგ უკვე რაღაც ყუთი გამეხსნება, როგორც Clash Royale-ში challenge-ებში არის დაახლოებით ისე. მაგრამ იქ ფულიც იხსნება და ასევე კიდე რაღაცები, მე ნათამაშები არ მაქვს მე მაგ challenge-ებში, რადგან მე 7 ლეველი ვარ და უკვე 500 XP მაკლია, უფრო სწორედ ნაკლები მგონი არ ვახსოვს ზუსტად. რო ვითამაშო challenge-ებში, რაც მიხარია მართლა. მოდი აგერ triple kill გავაკეთოთ, უფრო სწორედ double kill, რადგან მეგონა მესამესაც მოკლავდა და 3 ადამიანის მოკლას თორცები triple kill ქვიათ რაღაცა ეგეთი. ხო, მოდი ესეც მოკლათ ვარენ პისტოლეტით. თუ იარაღით, ავიცი. ესე იგი, აქ უნდა ვიპოვოთ ჩვენ 3 ყუთი. სამივე ნაპოვნი არის, უკვე ერთი არის მარცხნივ და 2 მარჯვნივ არის. ესე იგი, ახლა აქ უნდა გავხსნათ კარები აუცილებლად. ესე გახსნა. ეხლა ამას მოვუკლავთ ესე და ამას კიდე ასე იარაღით მოვუკლავთ. ესე ერთი ზომბი არის შიგნით, რომელსაც აუცილებლად მოვუკლავთ კიდე, ოღონ ერთი წამით. ესე იგი, დერილს აგერ ვასროლიოთ და იმედია double kill-ს გააკეთებს, სამწუხაროდ ვერა, მაგრამ არ აუშავს. მაინც კარგად ისროლა. ეს შევიყვანოთ აგერ და აგერ ვასროლიოთ ამას კიდე. როგორც ჩანს, შიგნით კიდე მეტი ზომბი ყოფილა, არ დამინახია მართლა, თორე კაი იქნებოდა. და ხო, ესე იგი, ნეგანმა ერთი დაარტყა და გაათიშა ზომბი, აგერ დერილს ვასროლიოთ, ეს ამოვიყვანოთ აქის, რომ მიეხმაროთ შემდეგ უკვე ჩვენი ნეგანს, არც არ ღირს, მაგრამ მაინც და ესე დაარტყა, ძალიან ენამებება რაღაცა, არ ვიცი, მაგრამ მებება ენა, არ ვიცი რატო, რა ხდება, მაგრამ ენამებება. ხო, უკვე მოსიაულე გომებს მეორეჯერ ვარ ნაყურები და what the fuck, რამბავი გამოვიდნენ აქეთ, არა უშავს აგერ მოვკლავე ხამას თითქმის ყველას. 4 ერთად, ძალიან მაგარი იყო, ძალიან კარგად ისროლა და ხო ისროლა მოკლედ. მოდი აგერ ვისროლოთ ეს და შიგნით მოვკლავთ ვინც არის და ეხლა გამოიყრევიან აქეთ ჩვენი
4 ზომბია თუ ორსები, არა 5-ია. ნეგანს კლავენ და yes. So მოკლედ ეს დავიღებთ, ეხლა გავხსნით, აგერ 4 ერთად მოკლათ. Wow, ძალიან მაგარი არის ეს და აგერ ფულიც მოგვიმატა კიდე, იმიტომ რომ მოვყალეთ ბევრი ზომბი ერთად. მოკლედ ამას Vincent-ს მოვაკლებიოთ ეს თუ მიაღწევს ამის წყვი აქამდე. მიაღწია და ესეც ესე მოკლა. კაია. ესე იგი, ეხლა ჩვენ დერილი უნდა წავიყვანოთ აი აქ. და უნდა გავხსნათ ის ორი ყუთი, რომელიც არის აქეთ. მოკლედ ეხლა ნეგანიც აქეთ წამოვიყვანოთ და Vincent-იც აქეთ მივახმაროთ კიდე ჩვენ დერილს. ეხლა ზევიდან გამოვლიან ალბათ ზომბები, რაც ცუდია, თან ბევრი გამოვა, ცოტა კი არა. მოკლედ ამას რა გააკეთე ხა? კაი მოკალე მიდი. ნეგანი წავიყვანოთ აგერ და Vincent-იც მივიყვანოთ აგერ, რომ გავხსნან ეს ყუთები. ეხლა წამოვლიან ზევიდან ზომბები თუ ორსები, როცა იქნება ზომბების ჯერი, ეხლა ეს გავახსნებიოთ აი რამას. ესეც ასე და ეხლა უნდა დავუბრუნდეთ უკან. მოდი ჯერ ნეგანი დავაბრუნოთ უკან, რადგან იარაღი არ უკავია ხელში. და აი ხო თქვი წამოვლიან თქო, ეხლა გაიყრება, ესენი გაიყოფა უფრო სწორედ. ხო, ესე იგი Vincent-ი წამოვიყვანოთ აქ. და დერილს ვასრულიოთ კიდე აი აქ. Okay, double kill-ი გავაკეთეთ, ძალიან მაგარი არის, ნეგანის შერია, რა ვიცი, ცადოთ და მოვკლათ ეს თუ მოკლავს. Yes, კაია. და ეხლა დარჩა ორი ზომბი, რომელსაც Vincent-ი მოკლავს, იმედია, დიდი. აი ხო თქვი, ერთი მოკლა უკვე და მეორეს სამწუხაროდ ვერა, მაგრამ ეხლა მოკლავს დერილი, არა უშევს. ეს აქ შევიყვანოთ და ეხლა დავაბრუნოთ Vincent-ი კიდე აქეთ. ეს ნეგანი და ეხლა დერილი გვინდა რომ წამოვიყვანოთ აქეთ, Vincent-ი შევიყვანოთ აგერ. ეს ასე ვქნათ, ეს ასე ვქნათ, გავთავისუფლოთ ადგილი ჩვენ დერილს და ეხლა არის მოსაუბრლეების ჯერი. ეს შემოვიყვანოთ და მოვიგეთ ეს ჩელენჯიც, ძალიან მაგარია და წესით ეხლა უნდა გაგვიხსნას ჩვენ ჩესტი. თქმა უნდა ორ ვარსკვლავზე ალბათ, იმიტომ რომ ჩვენი ნეგანი გაგვილახეს საკმაოდ ზომბებმა. ეხლა ერთი სილვერის შანსი არის და ვნახოთ თუ გამოვა. არა სამწუხაროდ, მაგრამ არ აუშავს. ესე იგი, ეხლა თუ ორსები უნდა მოგცეს ჩესტი, რადგან ორი ჩელენჯის მოგების შემდეგ გვაძლევს ჩესტს და ვნახოთ რა ვიცი რა მოვა. და არა, ანუ სამ მოგებაზე გვაძლევს. არა, ვარსკვლავების მიხედვით არის, როგორც ჩანს, ეს ანუ უნდა მოგვიგოს სამ ვარსკვლავზე და მოგცემდა შემდეგ ჩესტს. ოკეი, კაი. დავით ახლა კარავში, აქ რა ხდება? როგორც ჩანს დაიდგა ეს შენობა, არ ვიცი რის შენობა არის. ესე იგი, supply storage. ანუ შესანახი ის არის რაღაც 5 კი არა, შესანახი ადგილი არის მოკლედ. და რა ვიცი, დღეისთვის ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, ავიდეს ეს ვიდეო 5 ლაიქზე, რომ გამოვიდეს შემდეგი ეპიზოდი. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ვიდეოში და დროებით.